ჩვენ უკვე მივეჩვიეთ ჭკვიან ტექნოლოგიებს, მაგრამ ახლა ჩვენს წინაშეა პირველი მზრუნველი smartphone. სწორედ ასეთ პოზიციონირებას ახდენს ბაზარზე მისი მოწყობილობისათვის კომპანია Sensate. ამ smartphone-მა მოძებნა და დაიკავა ჯერ კიდევ თავისუფალი ნიშა ბაზარზე, ეგრეთ წოდებული Bebo ან Baby Phone, ანუ smartphone მაქსიმალურად მარტივი ინტერფეისით გამარტივებული გამოყენებისთვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სეგმენტი და რატომღაც დღემდე სრულიად თავისუფალი. აქამდე კორპორაციები ერიდებოდნენ მას. ფაქტია, Sensate-მა აირჩია კომპანიის განვითარების სწორი გზა, თუ რამდენად გამოუვა არჩეული ბაზრის დაპყრობა ამას დრო გვაჩვენებს. ახლა კი დაუბრუნდეთ განხილვის საგანს. Sensate L301. მოწყობილობას კომპლექტში მოყვება თავად ტელეფონი, micro USB სადენი, კვების ბლოკი, ყურსასმენი, დისპლეის დამცავი გარეკანი და სამაგიდო დამტენი. დიახ, სამაგიდო დამტენი, იმისთვის რომ ბაბუებს და ბებიებს გაუმარტივდეს ცხოვრება. ისინი ამიერიდან დამტენს ვეღარ დაკარგავენ და ცუდი მხედველობის შემთხვევაში არ მოუწევთ ტელეფონზე ეძებონ USB პორტი დამტენის მისაერთებლად. თავად smartphone წარმოდგენილია შავი მონობლოკის სახით, 4.5 ინჩიანი სენსორული დისპლეით. წინა მხარეს დისპლეის ქვემოთ განთავსებულია 3 სენსორული ღილაკი. ეს ღილაკები უჩვეულოდ დიდი ზომისაა, თუმცა გასაგები მიზეზების გამო. მათი გამოყენება მარტივია და არ მოითხოვს თანამედროვე ტექნოლოგიების ცოდნას. მარცხენა მხარეს განთავსებულია FM რადიოს და ფანჯრის ჩამთველი ფიზიკური ღილაკები. მარჯვენა მხარეს კი ჩართვის, ბლოკირების, ხმის სამართავი და ასევე კამერის აქტივაციის ღილაკები. ასეთი დიდი, მკვეთრად გამოკვეთილი ღილაკი გაძლევთ საშუალებას გამოიყენოთ smartphone მასზე დაუხედავადაც კი. ბევრს მოეწონება ისიც, რომ FM რადიოს გარნიტურის გარეშეც მოусმენთ. Sensate აღჭურვილია 4.5 ინჩიანი დისპლეით გარჩევადობით 854x480 პიქსელი. დისპლეის ხარისხი საშუალოა, ისეთივე როგორც ბიუჯეტური smartphone-ების უმრავლესობაში. მოწყობილობა იყენებს Android-ის ოპერაციულ სისტემას სპეციალური გამარტივებული ინტერფეისით. ძირითადი ფუნქციონალის ინტერფეისი ძალიან მარტივია და ინტუიტურად აღქმადი. მენიუში ნავიგაცია იოლი იქნება მათთვის, ვისთვისაც პრობლემაა მცირე ზომის ტექსტის ან პროგრამული აპლიკაციების გარჩევა. პაკეტს თანდართულია ორი საინტერესო აპლიკაცია, MobiTracker და ჭკვიანი როზეტი, დენსკვიტა. MobiTrackerისთვის შექმნილია სპეციალური ღილაკი SOS, smartphone-ის უკანა პანელზე. ამ ღილაკის დაჭერისას იწყება 10 წამიანი უკუათვლა, რის შემდეგაც ხდება შეტყობინების გაგზავნა ტელეფონის ადგილმდებარეობის კოორდინატებით და ასევე ზარის განხორციელება წინასწარ შერჩეულ ნომერზე. ჩაშენებული GPS-ი აქცევს ამ მოწყობილობას სრულყოფილ ტრეკერად. როდესაც ამ smartphones იყენებს თქვენი შვილი, შეგიძლიათ მიუთითოთ და მონიშნოთ რუკაზე უსაფრთხო არეალი და მისი დარღვევის შემთხვევაში ასევე მოგივათ შეტყობინება. ჭკვიანი როზეტის, იგივე დენსკვიტას საშუალებით გააკონტროლეთ დისტანციურად ელექტროქსელში ჩართული მოწყობილობები. აქ აღსანიშნავია, რომ ამ ფუნქციის გამოსაყენებლად დამატებით შესაძენი გაქვთ სპეციალური როზეტები. Smartphone-ი აღჭურვილია MediaTek-ის 2 ბირთვიანი პროცესორით სიხშირით 1.2 GHz, 512 MB ოპერატიული და 4 GB შიდა მეხსიერება. უნდა აღვნიშნოთ, რომ მას ასევე აქვს მეხსიერების ბარათის მხარდაჭერა. სისტემის სიმძლავრე სრულიად საკმარისია მოწყობილობის უპრობლემო მუშაობისთვის. მას აქვს 2 კამერა, წინა 0.3 მეგაპიქსელიანი ვიდეო ზარებისთვის და უკანა 5 მეგაპიქსელიანი. ძირითად კამერას აქვს ავტოფოკუსი. ბევრს მოეწონება კამერისთვის ცალკე გამოყოფილი ღილაკი. მას ასევე აქვს Wi-Fi, Bluetooth-ი, 2 სიმბარათის მხარდაჭერა. 1700 mAh-ში მოცულობის აკუმულატორი საკმარისია დილიდან საღამომდე ავტონომიური რეჟიმით მუშაობისთვის. წარმოებლის ინფორმაციით მოწყობილობა იმუშავებს 12 საათს საუბრის რეჟიმში და 340 საათს ლოდინის რეჟიმში. Sensate L301-მა დატოვა საინტერესო მოწყობილობის შთაბეჭდილება. დიახ, ეს არის ჩვეულებრივი ბიუჯეტური smartphone-ი საშუალო მაჩვენებლებით და უჩვეულოდ მოსახერხებელი იმ ადამიანებისთვის, ვინც მარტივ ტექნოლოგიებს ეძებს. ბავშვისთვის ან მოხუცისთვის. Smartphone-ი შეიძლება შეფასდეს როგორც ფუნქციონალური და რაც მთავარია მარტივი გამოყენებაში. ამ მოწყობილობას ჯერჯერობით ბაზარზე კონკურენტი არ ყავს. Sensate-მა სადა პირველმა დაიკავოს ეს ადგილი და ვფიქრობთ, რომ მათ გამოუვიდათ მშვენიერი მზრუნველი smartphone-ი მისაღებ ფასად.